გამარჯობა. გადაცემა ჩვენი თაობა კვლავ აგრძელებს თქვენთვის მუშაობას. თუ გახდათ ჩვენს ერთ-ერთ გადაცემაში საუბარი გქონდა გორის ისტორიის შესახებ. ვისაუბრეთ მე-19 საუკუნის ქალაქის გარეგნულ სახეზე, ქუჩებზე, მოედნებზე, სახლებზე, იმდროინდელი მოსახლეობის გასართობ სანახაობებზე. დასასრულს აღნიშნეთ, რომ დროის სიმცირის გამო ვერ შევძლებთ ერთ გადაცემაში ჩაგვეტია ყველა ის საინტერესო მასალა, რაც გორის ისტორიის შესწავლისას მოვიპოვეთ და იქვე დაგკვირდით, რომ ამ თემას ჩვენ კვლავაც დავუბრუნდებოდით. დღეს ვასრულებთ ჩვენს დანაპირებას და კვლავ გორის ისტორიის შესახებ მოგითხრობთ. გარდა ამისა, ჩვენი არჩევანი იმანაც განაპირობა, რომ დღეს მოსწავლებული საზღვარგარეთის ინფორმაციის ფონზე გვავიწყდება, რომ ჩვენი ქალაქი ერთ-ერთი უძველესია და მისი ისტორიის თუნდაც თუ ისე შორეული წარსულის ცოდნა აუცილებელი თუ არა, საინტერესო მაინც უნდა იყოს ჩვენი თაობისათვის. რატო ჩვენს გადაცემას ბოლომდე უყურებთ, ესე იგი ეს თემა თქვენს გაინტერესებთ. უბრალოდ აქამდე დრო არ ქონიათ წიგნი გორის ისტორიის შესახებ თვითონ წაგეკითხათ. გორის გარეგნულ სახეზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ. დღეს კი ქალაქის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილზე, ბაზარზე კი ამბობთ. მე-19 საუკუნის დასაწყისში გორის ბაზარი 100-მდე სატრიმლიანი დუქნისგან შედგებოდა, რომელიც წყავრით გადახურული ქუჩის ორივე მხარეს მაღაზიებისა და დახლების გალერეას წარმოადგენდა. გორელები თავიანთ დახურულ ბაზარს ნელ-რიგებს ეძახდნენ. დახლებს შორის სივრცე მართლაც ჩაფლიანებული იყო და სახელწოდებაც აქედან მიიღო. ბნელი რიგები მოგაგონებდა ძველ სპარსულ ბაზარს, სადაც მუქსავალებსა და ხალიჩების ოსტატებს მუშტრის მოზარდ და თავიანთი ნაწარმი მიწაზე ჰქონდათ დაფანილი. ყიდულს შეეძლო რიგებში ჩაერლა და დუქანში შეუსრულებლად საჭირო საქონელი შეერჩია. ბნელ რიგებში უამრავ ხალასას თავისი სახელოსნო ჰქონდა. ხარიზები კერავდნენ ტყავის ჩუსტებს. გორის ჩუსტები კარგი ხარისხით იყო განთქმული. ჭორნები, მეხუდეები კერავდნენ მხოლოდ ცხრისშოვ ფაფახებს. ოქრომკედლები ოქროსა და ვერცხლის სამკაულებს. მეიარაღენი უმეტესად დაღესტნელები იყვნენ. ისინი ამზადებდნენ ცივ და ცეცხლსასროლ იარაღებს, რომლებსაც მდიდრები ყიდულობდნენ. კალავებად მხოლოდ ჩამოსული ლეკები იყვნენ. ისინი კალავდნენ ჯამებს და სხვა საოჯახო ჭურჭელს. ბერციკები კერავდნენ ჩოხას, ახალუხს, თუშურ ქუდს. კუპრავები კამეჩის ხბოს ხარისწყავისაგან ამზადებდნენ ტიკებს. ვინმე რომ არ გაფუჭებულიყო, შიგნიდან კუპრს უსამდნენ. უნაგირის ხალხებს სარაჯები ერქვათ. ისინი ამზადებდნენ და სხვადასხვა მოსახლეობებს თავდნენ უნაგირს. მრავალფეროვან საქმიანობას ეწეოდნენ დანათები. ისინი კლიენტებს კრეჭდნენ, პარსავდნენ, თავს ფარდნენ. საჭიროების შემთხვევაში ევალებოდათ სისხლის გამოშოვა, თბილის ამოღება, წურბელების დასმაც. ისინი თავისუფალ დროს გზავნდნენ სათევზაო ბადეებად. გარდა ამისა, მათ გააჩნდა ცნობები საპატარძლოთა ქონებრივი შესაძლებლობების შესახებ. ამ ცნობებს საქმროთა ოჯახს და ნათესაობს აწვდიდნენ. ქალაქის თანამდებობის ზრდის კვალობაზე ახალდასახლებაში უამრავი მაღაზია და დუქანი გაიხსნა. დახურულ ბაზარს კონკურენტები გაუჩნდა. მუშტრის შემცირება რკინიგზის გაყვანებაც გამოიწვია. ახლა უკვე მოსახლეობას თბილისში წასვლა და იქიდან შედარებით იაფად საჭირო საქონლის ჩამოტანა აღარ უჭირდა. მაშინ გორელები მსოფლიოში ცნობილ ეგრეთ წოდებულ იარმარკებზე დაიარებოდნენ. ისინი ლონდონიდან, ლიონიდან, მარსელიდან, ლაიფციგიდან, მოსკოვიდან ეზიდებოდნენ საქონელს. 1852 წელს გორში დაისვა საკითხი ყოველდღიური ბაზრობის გახსნის შესახებ. მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი ამ ბაზრობის გახსნა. ეს სიახლე დიდი მზეიმით აღინიშნა. მოგვიანებით ციხის ძირში ეკლესიის მახლობლად გაიხსნა ახალი ყოველდღიური ბაზარი. ამ ბაზარმა გამოუწოდებელი ზიანი მიაყენა ბნელ რიგებს. 1929 წელს ეს ბაზარიც დაიხურა. მომდინარე მეჯუდისა და ლიახვის შესართავთან ახალი ბაზარი გაიხსნა. გორი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი კოლორიტებით. ახლა კინტოზე, ასაზე და მეარღნეებზე მოგითხრობთ. კინტო გორის მკვიდრთაგან სრულიად თავისებური და ორიგინალური ტიპი იყო. მისი სახელი წარმოუშვა სიტყვა კინწისაგან, რაც კისერს ნიშნავს. კინტო ქუჩებში თავზე დადებული ყველით, კვერცხითა და სხვა პროდუქტებით სავსე თაბახით დაიარებოდა, რომელსაც კისრის კუნთებით აწონასწორებდა. იგი ქუჩის სხვა ვეჭრებს კიდეც გავდა და კიდეც განსხვავდებოდა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ორიგინალური გარეგნობით. ტანთესო გრძელი ჩითის ხალათი, მაღალი, კინტოსათვის დამახასიათებელი საყელოთი,
ხალათის ზევით მოკლე, შავი სატინისაგან შეკერილი ახალუხი, მაღალჩეკულში ჩატანებული განიერი შარვალი, თავზე შავი ნავთის ან კიკიროზიანი ქუდი ეყარა. ფეხებზე ქრომის ჩექმები, რომლის ყელით ჰარმონიით ჰქონდა ჩაკეცილი. ვერცხლის ქამარი, ჩაჭუზე აგმული ვერცხლის საათი, ორი მსხვილი ბეჭედი, რომელსაც ვიცა და საჩვენებო ძიძე უწოდებდა. სასწორი და თაბახი კინტოს ავლადიდებას წარმოადგენდა. მას ქუჩის სხვა ვაჭრების მსგავსად არავითარი უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები ან კაპიტალი არ გააჩნდა. იგი ფულს არც მალავდა და არც აკროვებდა, რაც ჰქონდა თავის სიამოვნებას ახმარდა. კინტო დიდი მასშტაბის ვაჭარი არ იყო, მაგრამ უდამფულიანი, დიდი ნდობით სარგებლობდა. იგი ვაჭრობაში შეუპოვარი იყო. თუ რაიმეს ყიდვას ან გაყიდვას გადაწყვეტდა, შემდეგ აღარ დაანებებდა. კინტო ბუნებით ხელგაშლილი იყო. მას სიძულწე არ ახასიათებდა. იგი მყიდვას ყოველწლოვანისათვის არ წაეჭხურებოდა და საქონლის არჩევაში ცრუ თავისუფლებას აძლევდა. ქორწილებში და ქალაქგარეთ, ხამბარელსა და ხიდის თავში გამართულ დღესასწაულებზე ხშირად შენიშნავდით კინტოს, რომელიც მოკეიფებს თაბახზე დალაგებულ დელიკატესებს თავაზობდა. თაბახის გარშემო კი დღესასწაულის საპატივსაცემოდ სანთლები ლაპლაპებდა. ასეთი იყო გორელი კინტო, მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ თუმცა იგი გარეგნული იერით ძალზე გავდა თბილისელ კინტოს, ცხოვრების პრინციპებით უფრო ყარაჩაღელს მოგაყენებდა. ალბათ იმიტომ, რომ თბილისთან შედარებით შეზღუდული შესაძლებლობების პროვინციულ ქალაქში კინტოც და ყარაჩაღელიც ერთდროულად ვერ იარსებებდა. ასასი ღამის დარაჯი იყო, რომელსაც ბინების, მაღაზიების, დუქნების დაცვა ევალებოდა. დიდი კეტით შეიარაღებულს ასას იმ ობიექტთა უნდა ეტრიალა, რომელსაც იცავდა. იგი ამოწმებდა კლიტეებს, დაკეტილ კარებებს, დარაბებს და როდესაც დარწმუნდებოდა, რომ ყველაფერი რიგზე იყო, თავის ღამის ადგილს უბრუნდებოდა. მას შეეძლო თვალი მოეტყუებინა იმ იმედით, რომ საჭიროების შემთხვევაში გააღვიძებდნენ. მსხვილი დუქნების დაცვას 2 ან 3 ასასი ემსახურებოდა. ისინი ფუნქციებს ინაწილებდნენ, საუბრობდნენ, სვავდნენ და რიგრიგობით იძინებდნენ. სუსხიან ღამეში ცეცხლს ეფიცხებოდნენ. მეპატრონენი ასასებს ცხვრის თბილ ქუხს ადვლებდნენ, რასაც თავიდან ბოლომდე ექვეოდნენ. ვაჭრები ძალზე დუფრთხილებოდნენ და აფასებდნენ ასასებს, როგორც თავიანთი ქონების დამცველებს. და მუდამ განსაკუთრებით დღესასწაულებში ფულითა და ნატურით აჯილდოვებდნენ. ასას ერთგული მეგობარი ძაღლი ჰყავდა, რომელიც უნიშნელო ხმაურზე ყეფას ასწევდა და ღამის დარაჯს ძის უთხოვდა. ასასი ძაღლს ღამით აუშვებდა და ისიც თავისუფლად დარბოდა გრძელი რიგების გასწვრივ. დილით დუქნის პატრონი მოვიდოდა, ჩაძინებულ ასას რომ ნახავდა, ჯერ წაეჭხუებოდა, შემდეგ დუქანში მიიწევდა და არახს შესთავაზებდა. ასე გრძელი ღამის შემდეგ გაყიდულ გამოძინებული ასასი შიმბრუნდებოდა, რათა მეორე ღამეს კვლავ შეესრულებინა თავის მოვალეობა. გორში მიაღნეები ბევრი არ იყვნენ, სულ 1-2, მაგრამ მათზე მოთხოვნა დიდი იყო. განსაკუთრებით მოკეიფენი ეტანებოდნენ, რომლებიც დუქნებსა და ქალაქგარეთ ბაღებში დროს ატარებდნენ. მიაღნეს შემოსავლის წყარო მისი არღანი იყო, რომელსაც ხარზე ტყავის ქანით გადაკიდებულს დაატარებდა. მისი ადგილსამყოფელი 3 კიტნოებთან იყო. მიაღნეს იძახებდნენ დუქანში ნასვამი კამპანიის გასართობა. ქეიფის დამთავრების შემდეგ დაქირავებულ ფაეტონში ჩასვდნენ ქალაქში მუსიკის თანხლებით სასეირნოდ. მიაღნე გარეგნულად ნაკლებად განსხვავდებოდა მოვაჭრე კინტოებისგან. იგი ჩვეულებრივ იცავდა, მოკლე ახალობს, განიერ შარვალს, აზიურ ჩექმებს და იხურავდა კარტოზიან ფულს. გორში არღანზე დასაკვრევის საყვარელი მელოდიები იყო. სულიკო, პანაპრასნულანკა ხოჯეშ, ოდელია დელია და სხვა. ზოგჯერ მიაღნეს შეძლებული გლეხობა და თავადაზნაურობა ქორწილებზე და დღესასწაულებზე მიიწვევდა ხოლმე. მიაღნეს უჭირდა დიდ მარხვის დროს, როცა 40 დღე უნდა ემარხულა. ამ დროს ნებისმიერი მუსიკა მკაცრად იკრძალებოდა. ქალაქში ყველაფენის წარმომადგენლის გასად მიაღნეს პოლიციას გადასახად სუხდიდა. მიაღნეს კონკურენტებიც ყავდათ, მედუდუკენი და მესაზინდრენი, რომლებიც ქალაქში პრივილეგირებულ მუსიკოსებად ითვლებოდნენ, მაგრამ ხშირად მათთან ერთად მიაღნესაც მიიწვევდნენ ხოლმე. მთავრდება ჩვენი განაცემა, გამოგვეხმაურა, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს თქვენი აზრი. ჩვენი სტუდია კვლავ აგრძელებს მუშაობას და თუ ჩვენს განაცემაში მოსვლის სურვილი გაგიხვდეთ, შემოგვიერთდით. დღეისათვის სულ ეს იყო. მომავალში ხოთ რამდენ? ნოებთან იყო. მიაღნეს იძახებდნენ დამოვიწია. არა, მანდარავა.
მაგრამ უდამფულიანი დიდი ნდობით სარგებლობდა. ვაიმე და მოვიწყდა. მონაწილეობის მიღება მონაწილეობის სურვილი გაგიჩნდათ?